საპარტნიორო ფონდმა სტარტაპ საქართველოს პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში კიდევ 5 გამარჯვებული გამოავლინა. გამარჯვებულ პროექტებს შორისაა აკრილის ხელოვნური ქვის გადამამუშავებელი საწარმო, სამედიცინო შპადელების წარმოება, ღვინის ჩაი და ასევე სხვა პროექტები. მათი ნაწილი საქართველოს ბაზარზე იმპორტირებულ საქონელს ადგილობრივი ნაწარმით ჩაანაცვლებს, ნაწილი კი სრულიად ახალი პროდუქციის დანერგვას ითვალისწინებს. თითოეული პროექტი 100,000 ლარის ფარგლებში დაფინანსდება. საინტერესო პროექტები ფინანსდება, ამის უკან არის დასაქმებული ადამიანები, ამის უკან არის ბიუჯეტში ახალი შემოსავლები, ამის უკან არის იდეები, რომლებმაც შეიძლება ისეთ მასშტაბებს მიაღწიონ, რომ განსაკუთრებული პოპულარობა მათ მოძებნონ მსოფლიოში. საერთო ჯამში ჯამური მოცულობა ჩვენ მიერ დამტკიცებული თანხების სტარტაპ საქართველოს პროგრამაში უკვე 6 მილიონამდე ავიდა. რაც შეეხება დღევანდელ პროექტებს ძალიან საინტერესო და კარგი განაცხადები იყო. პერიოდი არის ხოლმე რომ დეფიციტიც კი იქნება ამ სამედიცინო შპადელებზე და დამებადა იდეა რომ ნეტავი რა ჯდება და რა იქნება რომ საქართველოს წარმოებოდეს იგივე და როცა ვნახე საკმაოდ იაფი ჯდება და საკმაოდ ძვირად ყიდულობს ჩვენ რეალურად.